მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მე მქვია დუშან ვალეჩეკი და წარმოადგენ საერთაშორისო საზოგადოებრივ მოძრაობას „ალატრა“. ჩვენი ორგანიზაცია იკვლევს კლიმატის ცვლილებას, გარემოს დაცვას და ადამიანის უფლებების დაცვას. თუმცა ამ სამუშაოს შესრულებისას ჩვენ წავაწყდით ფუნდამენტური უფლებების სიტყვის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უხეშ დარღვევებს. ჩვენი ორგანიზაციის ყოფილი მოხალისეები რუსეთის ფედერაციაში დევნის დამცირების, წამებისა და პატიმრობის მსხვერპლნი არიან. ვინ დგას რელიგიური უმცირესობებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დევნისა და სიძულვილის წაქეზების უკან, რასაც ძალადობასა და გენოციდამდე მიყავანს. ამის უკან დგას ტრანსნაციონალური ანტიკულტურული ქსელი, რომელიც მოქმედებს ეგრეთ წოდებული საშიში სექტების წინააღმდეგ ბრძოლის საფარქვეში. ეს რიტორიკა სერიოზულ დანაშაულებს მალავს. ასეთი პრაქტიკა არღვევს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლს, რომელიც ყველას აძლევს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას. მთელ მსოფლიოში ანტიკულტურულ ჯგუფებს ბრალად ედებათ სექსუალური ძალადობა, მათ შორის პედოფილია და ბავშვებით ვაჭრობა, ასევე დაუცველი ადამიანების ექსპლუატაცია იძულებითი რეაბილიტაციის ბანაკების მეშვეობით. მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია. ეს ქსელი აქტიურად აღწევს სამთავრობო და სამართლებრივ სტრუქტურებში, ხრთამს აძლევს პოლიტიკოსებს, გავლენას ახდენს პროკურორებზე, ქმნის ცრუ ექსპერტულ შეფასებებს და ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მიმდინარე წლის მაისში ვაშინგტონში IRF Buildersის ფორუმზე აღინიშნა, რომ მოსკოვიდან координирებული ტრანსნაციონალური ანტიკულტურული ქსელები საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას. ეუთოში არაერთხელ წამოიჭრა რუსეთის FSB-სთან დაკავშირებული რაცირსისა და მისი ევროპული ქსელის, ფერკრისის საქმიანობა. ის, რაც უმცირესობების დისკრედიტაციით დაიწყო, ახლა თავისუფლების ჩახშობასა და ტოტალიტარული ტენდენციების ზრდაში გადაიზრდება. თუ საფრთხეს არ ვაღიარებთ და ანტიკულტურული ქსელის საქმიანობის სამართლებრივ შეფასებას პრიორიტეტს არ მივცემთ, ევროპაში დემოკრატია შესაძლოა მალე განადგურდეს. სანამ ანტიკულტური ქსელი დაუსჯელად მოქმედებს, ნამდვილი თავისუფლება არ იქნება. მისი საქმიანობა უნდა შეჩერდეს, მათ შორის კანონმდებლობით,